Შენი აზრით, ინფლუენსერობა როგორ ადამიანებს უნდათ ხოლმე? ზოგიერთი თვისების მქონე ადამიანებში ეს სურვილი უფრო ხშირი აღმოჩნდა. კვლევა პოლონეთსა და ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებში ჩატარდა. ინფლუენსერობა ყველაზე ხშირად იმ მონაწილეებს სურდათ, რომელთაც გამოცდილებისადმი ღიაობის, ექსტრავერსიის, ნარცისიზმისა და თეატრალურობის მაჩვენებლები უფრო მაღალი ჰქონდათ. გამოცდილებისადმი ღია ადამიანებს ზოგადად სიახლეებისადმი მეტი მზაობა აქვთ და შემოქმედებითობა იზიდავთ. ექსტრავერტებს როგორც წესი სოციალური ინტერაქცია და საკუთარი თავის საჯაროდ გამოხატვა მოსწონთ. ნარცისული ან თეატრალური მიდრეკილებების მქონე ადამიანებს ხშირად თავის წარმოჩენა, ყურადღების მიქცევა და სტატუსისკენ სწრაფვა სურთ. შესაბამისად, შესაძლოა მათ პიროვნულ საჭიროებებს ინფლუენსერობა კარგად ერგებოდეს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ აქედან რომელიმე თვისება ცუდი ან არასასურველია. პიროვნულ თვისებებს მეცნიერები ასე არ აფასებენ. მთავარი ისაა, რომ რაიმე თვისება ადამიანს ხარისხიან ცხოვრებაში არ უშლიდეს ხალხს. ისიც გაითვალისწინა, რომ მიზეშედეგობრივი კავშირი არ შეუსწავლიათ. გამოდის, ვერ ვიტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები იწვევს ინფლუენსერობის სურვილს ან პირიქით. ასევე კვლევა მხოლოდ 2 ქვეყნის მოზარდებზე ჩატარდა, ამიტომ ეს შედეგები შეიძლება ყველაზე არ განზოგადეს. უფრო დეტალურად ამ კვლევაზე შეგიძლიათ ჩვენ სტატიაში წაიკითხო.